ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებისა და სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს. ბრალდებულები 2013 წლის 18 იანვარს თავს დაესხნენ ქალაქ ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებ ლიანა ინაიშვილსა და მის მეუღლეს, რომლებსაც ძალის გამოყენებით გასტაცეს ოქროს საყურეები და მობილური ტელეფონი. ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობაში ბრალდებულები მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით.